მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. და დღეს ჩვენი სტუმარი არის უკვე მეორედ ჩვენი კარგი მეგობარი დავით ბიბილეიშვილი, უფლებადამცველი. დიდი მადლობა დავით მობრძანებისთვის და შევეცდებით შევეხოთ ბევრ საკითხს, მათ შორის გეოპოლიტიკას, საქართველოზე როგორ გადმოდის ეს გეოპოლიტიკა, ჩვენ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რა ხდება ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში საერთოდ. მაგრამ ტრადიციულად მინდა რომ გავხსნათ იოსებ ბესარიონის და ჯუღაშვილის ესეთი ციტატით, რომელიც არის 1929 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მოახლოებასთან მიმართებაში დაწერილი. კრიზისის შესწავლისას თვალში გეცემათ უწინარეს ყოვლისა შემდეგი ფაქტები. ახლანდელი ეკონომიური კრიზისი ჭარბი წარმოების კრიზისია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქონელი უფრო მეტი რაოდენობით არის დამზადებული, ვიდრე შეიძლება ბაზარზე გასახდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მანუფაქტურა, სათბობი, საფაბრიკო საქარხნო ნაწარმი, საკვების საგნები უფრო მეტია დამზადებული, ვიდრე მათი ნაღდზე შეძენა შეუძლიათ ძირითად მომხმარებლებს, ესე იგი ხალხის მასებს, რომელთა შემოსავალი დაბალ დონეზე რჩება, ხოლო ვინაიდან ხალხის მასების მყიდველობითი უნარი კაპიტალიზმის პირობებში მინიმალურად დაბალ დონეზე რჩება, ამიტომ ნამეტ საქონელს, მანუფაქტურას, პურს თუ სხვა კაპიტალისტები საწყობებში ტოვებენ, ან კიდეც ანადგურებენ, რათა შეინარჩუნონ მაღალი ფასები. წარმოებას ამცირებენ, მუშებს სამუშაოდ ათხოვენ და ხალხის მასები იძულებული არიან გაჭირვებას განიცდიდნენ იმის გამო, რომ მეტად ბევრი საქონელია დამზადებული. ახლანდელი კრიზისი ომის შემდეგ პირველი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია. იგი მსოფლიო კრიზისია და არა მარტო იმ მნიშვნელობით, რომ მოიცავს მსოფლიოსთან თითქმის ყველა სამრეწველო ქვეყანას. ამასთან საფრანგეთიც კი, რომელიც თავის ორგანიზმს სისტემატურად უშხაპუნებს მილიარდობით მარკა გერმანიის სარეპარაციო გადასახადებს, ვერ აცდა ერთგვარ დეპრესიას, რომელიც ყველა მონაცემის მიხედვით კრიზისად უნდა იქცეს. იგი მსოფლიო კრიზისია იმ მნიშვნელობითაც, რომ სამრეწველო კრიზისი დროის მიხედვით დაემთხვა სასოფლო-სამეურნეო კრიზისს, რომელიც მოიცავს ყველა სახის ნედლეულისა და სურსათის წარმოებას მსოფლიო ძირითად აგრარულ ქვეყნებში. ახლანდელი მსოფლიო კრიზისი მიუხედავად მისი საყოველთაო ხასიათისა, უთანაბროდ ვითარდება ამა თუ იმ ქვეყნებში. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიძლიერით ვრცელდება იგი. სამრეწველო კრიზისი ყველაზე ადრე დაიწყო პოლონეთში, რუმინეთში და ბალკანეთში. იგი იქ ვითარდებოდა მთელი გასული წლის მანძილზე. დაწყებული სასოფლო-სამეურნეო კრიზისის აშკარა ნიშნები უკვე 1928 წლის დამლევს იყო კანადაში, ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არგენტინაში, ბრაზილიაში და ავსტრალიაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატების მრეწველობა აღმავალი გზით მიდის. 1929 წლის შუა ხანებისთვის სამრეწველო წარმოება ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის სარეკორდო სიმაღლეს აღწევს. მხოლოდ 1929 წლის მეორე ნახევრიდან იწყება გარდატეხა და შემდეგ უკვე ჩახდება სამრეწველო წარმოების სწრაფი კრიზისი, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატები 1927 წლის დონემდე დასწია. შემდეგ ამას მოსდევს სამრეწველო კრიზისი კანადაში, იაპონიაში, შემდეგ იწყება გაკოტრებანი და კრიზისი ჩინეთსა და კოლონიურ ქვეყნებში, სადაც კრიზისს ვერცხლის ფასების დაცემა აღრმავებს და სადაც ჭარბი წარმოების კრიზისი ერთვის გლეხური მეურნეობის ნგრევას. მეურნეობისა, რომელიც ფეოდალების ექსპლუატაციამ და აუტანელმა გადასახადებმა სრულ დაუზურებამდე მიიყვანა. რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, იქ კრიზისი ვითარდება მხოლოდ მიმდინარე წლის დამდეგს. ამასთან ყველგან ერთნაირი სიძლიერით არა, ხოლო საფრანგეთში ამ პერიოდშიც კი კვლავ თავს იჩენს სამრეწველო წარმოების ზრდა. მე ვფიქრობ, რომ საჭირო არ არის მაინც შევჩერდეთ ციფრობრივ მონაცემებზე, რომლებიც ცხადობენ კრიზისის არსებობას. კრიზისი რომ არსებობს, ეს სადაოდ აღარავის მიაჩნია. ამიტომ მე იმას დავჯერდები, რომ მოვიყვან ერთ პატარა, მაგრამ ფრიად დამახასიათებელ ცხრილს, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა გერმანიის საკონსტიტუციო კვლევის ინსტიტუტმა. ეს ცხრილი გამოხატავს ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის, სამთამადრო მრეწველობის და მსხვილი დამუშავებელი ინდუსტრიის ძირითად დარგების განვითარებას, დაწყებული 1927 წლიდან, ამასთან 1928 წლის წარმოების დონე მიღებულია 100-ად. და შემდეგ არის ცხრილი, სადაც SSR კავშირი იმატებს SSR კავშირის წარმოება ყოველწლიურად, ხოლო დანარჩენი ქვეყნების მცირდება, ეგ ეწოდება კაპიტალისტური ქვეყნების და დავით კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის და მინდა რომ დავიწყოთ ზუსტად საუბარი იმ კრიზისით, რომელიც დადგა, ესეც არის პირველი კრიზისი, რომელიც მოვიდა უკვე ომის დაწყებიდან, უბრალოდ ომის ამ კრიზისის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რომ ჭირდებოდა ახალი ბაზრების ათვისება დასავლეთ ნახევარსფეროს, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს. თუმცა ისე გამოდის, რომ როგორც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, რომ
და თავისი მოკავშირეების გაწირვაც კი უწევს შეერთებულ შტატებს თუ გავიხსენებთ ამ ტარიფების ნარატივებს უკვე რომელიც ტრამპის დროს შეიქმნა და შემდეგ იმ ეკონომიკურ რეცესიებს რომელიც საფრანგეთში, გერმანიაში და განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში არის. მინდა რომ პირველ რიგში შედი რეფლექსია წარმოვიდგინოთ ან როგორ შეგიძლია აღწერო აი ეს მომავალი კრიზისი ამ შემთხვევაში და როგორ შეიძლება შემდეგ ჩვენ საქართველოს ვიმოქმედოთ ამ გარდაუვალი კრიზისის მოახლოებისას, იმიტომ რომ ვიცით რომ ჩვენ ვართ პერიფერიული ნახევრად დამოკიდებული კოლონია, ნუ ნეოკოლონიად შეგვიძლია დავარქვათ საკუთარ თავს და ეს იმას ნიშნავს ამ შემთხვევაში რომ ჩვენ ხარჯზე მოუნდებათ ამ კრიზისის დაძლევა ჩვენს კარგ პარტნიორებს, როგორც შეერთებული შტატები დაძლევს ამ კრიზისს გერმანიის თუ კანადის თუ მექსიკის ხარჯზე, ისე ზუსტად ისევე მოუნდებათ ჩვენს გერმანელ თუ ფრანგ თუ იტალიელ მეგობრებს, რომ ეს კრიზისი დაძლიონ ჩვენს ხარჯზე, როგორც ეს თავის დროზე ალბათ კი არა 2008-9 წელს გაუკეთეს საბერძნეთს, პორტუგალიას, ესპანეთს და ასე შემდეგ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ დაპატიჟებისთვის და მოწვევისთვის. მიხარია კიდევ ერთხელ რომ აქვს შესაძლებლობა თქვენს ეთერში იმყოფებოდე და მე მინდა შორიდან დავიწყო ეს ამ ყველაფერზე საუბარი. დავიწყოთ მოდი 1980-იანების ბოლოს 91-92 წლის პროცესებიდან, ანუ სოფლიოს და კაპიტალისტურ სამყაროს განსაკუთრებით ახასიათებს პერმანენტული კრიზისები. და ყველაფერს ცდილობენ ეგრეთ წოდებული განვითარებული სახელმწიფოები იმისთვის, რომ გადაავადონ ეს კრიზისები. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ეს კრიზისი გადავადდა დასავლეთ ნახევარსფეროში იმის ხარჯზე, რომ საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ხარჯზე გადაირჩინეს თავი. აქ იმას გულისხმობ, რომ ის ბაზრები, რაც მანამდე მიუწვდომელი იყო განვითარებული სახელმწიფოებისთვის, განვითარებული ეკონომიკებისთვის, გააფართოვეს საბჭოთა კავშირის და ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ხარჯზე. ეს გადავადების შემდგომ უკვე 2008 წელს დადგა ეს კრიზისი და როგორც თქვენ ახსენეთ, ეს კრიზისი მაინც დადგა, მაგრამ აქაც ასე ვთქვათ, ნახევრად განვითარებულმა სახელმწიფოებმა, რომლის ბლოკშიც განვითარებული სახელმწიფოების ბლოკშიც შედიოდნენ, ხო, საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი და სხვა ქვეყნები, მათ თავიანთ თავზე იწვნიეს. ასევე უკვე მომდევნო კრიზისი უკვე ამ მიმდინარე პროცესებს დაემთხვა. ამას ხელი იმანად შეუწყო ეს ბუნებრივად გაჩნდა თუ ხელოვნურად ამაზე კიდევ შეგვიძლია ვისაუბროთ და ასე ვთქვათ სხვადასხვა თეორიებით მიუდგეთ მას, მაგრამ ფაქტია, COVID კრიზისმაც თავისი გავლენა იქონია, COVID პანდემიამ. ხოლო უკვე შემდგომ ეს რუსეთ-უკრაინის ომმა ეს კიდევ უფრო მეტად გაამწვავა და ის ბუნდოვანება რაც იყო კიდევ უფრო კაფიო გახადა. რაც შეეხება უკვე დღევანდელობას, უკვე არავინ დაობს იმაზე, რომ სოფლიოში კრიზისი არის. მათ შორის არც ამერიკაში, არც ევროპაში და არც სხვა ქვეყნებში, ხო, ეს იქნება ჩინეთი, რუსეთი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ლათინო ამერიკაში თუ ასე შემდეგ. თავად კრიზისის სიმპტომია ისიც, რომ მაგალითად დონალდ ტრამპი ან AfD ან ესეთი რაღაც მემარჯვენე ლიბერალები თავის თავს კონსერვატორებს ეძახიან, კი ბატონო, რაც უნდა დაუძახონ, მაგრამ საბოლოო ჯამში კაპიტალიზმის წიაღში არიან შექმნილები, კაპიტალიზმის მსახურები არიან და ცდილობენ რომ გადაარჩინონ მსოფლიო გლობალური კაპიტალიზმი და ამიტომაც დავარქვათ მემარჯვენე ლიბერალები. ანუ ამათი წარმოშობაც კი და წინ წამოწევა უკვე სიმპტომია იმ დიდი კრიზისის, რომელიც არის. და აი ჩემი კითხვა ზუსტად მინდა რომ აი ამას დაუკავშიროთ ახლა და ისე გავაგრძელოთ, რომ ცდილობენ თითქოს ეს ყველა გადაიტანონ ეს ყველაფერი მხოლოდ კულტურულ ჭრილში. თითქოს
პრობლემა ის იყო, არა ის არის პრობლემა, რომ ჭარბწარმოებამ და სხვა ქვეყნების გაღატაკების ხარჯზე დაგროვებამ გამოიწვია ეს კრიზისები და ეკონომიური არის თავისი ხასიათი ეს კრიზისი, არამედ ცდილობენ ისე დაგვანახონ, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ კულტურული კრიზისი, რომ თურმე პრობლემა იმაშია და ეს პრობლემები იმიტომ დადგა, რომ ვიღაცას ვერ გაერკვია თავის დროზე თავისი სქესი თუ რაღაც ასეთ რაღაცებში უჭრილში უნდათ რომ გადაგვიტანონ ეს ყველაფერი. აი აქედან რომ შევხედოთ რეალურად რა არის ეს კრიზისი და რეალურად თუ არ დავინახავთ ამ კრიზისს, როგორ შეიძლება რომ დაიძლიოს თუ სიმართლეს თვალი არ გაუსწორეთ ამ შემთხვევაში. მადლობა საინტერესო კითხვისთვის. ნამდვილად ეგრე არის, სხვადასხვა საშუალებებით ცდილობენ რომ არსებითზე კონცენტრირება არ გავამახვილოთ ჩვენ განვითარებადმა ქვეყნებმა თუ ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ქვეყნებმა, ნახევრად განვითარებულმა სახელმწიფოებმა და ისევ იმ მოჯადოებულ წრეში დავრჩეთ, რასაც ასე ვთქვათ, მუდმივად ამ მდგომარეობაში ყოფნა გვიქადის. მათ შორის ტრამპის განცხადებები, რიტორიკა თუ ქმედებები უკვე დღეს მიზანმიმართული არის და ეს არ არის იმის გამო, რომ ეს არის კულტურული კრიზისი. კულტურული კრიზისი რომ არ არის, ამას ისიც მეტყველებს თუ რას აკეთებს, რა უნდა მას. ეს კანადის 51 შტატად მიერთებას თუ გრენლანდიის, დანიის განყიდვას თუ მექსიკის ყურის, ამერიკის ყურეთ ქცევაც ამაზე მეტყველებს, ხო? ანუ გადაირჩინოს ის ჭარბი, ასე ვთქვათ, საქონელი, რაც შექმნილი არის კაპიტალისტურ სახელმწიფოებში, თავისი ბაზრები, ასე ვთქვათ, შემოისაზღვროს. მინიმუმ თუ მაგალითად ამერიკა მანამდე 91-დან ამ უმამდე თავის პრეტენზიას აცხადებდა მსოფლიოზე, დღეს, ასე ვთქვათ, ერთგვარი უკან დახევა არის, რომ მინიმუმ შემდგომი გაფართოებისთვის გადაირჩინოს თავი. აქ უკვე ევროკავშირი და ევროპა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან აქამდე თუ მას, ასე ვთქვათ, ძალა შესწევდა იმისა, რომ თავადაც ყოფილიყო განვითარებული სამყაროს ნაწილი, ეს ეპოქა მასაც უკვე მძიმე პერიოდს უქადის. ევროპაში მოგეხსენება ის, რომ დაწყებული არის გამალებული სამუშაოების შემცირება, ხო? დეინდუსტრიალიზაცია, მოდი პირდაპირ დავარქვათ. ევროპის თავარი, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ძრავა იყო და დღესაც არის გერმანია. გერმანიაში რა ხდება? ხდება ის, რომ გიგანტური ქარხნები და გიგანტური წარმოებები, რაც პირველ რიგში გერმანიად აქცევდა და შემდგომ ევროპას სოფლიო დონეზე დიდ მოთამაშედ აყალიბებდა, არის უკვე რეცესიაში. ეკონომიკა შემცირებულია, ხო? უკვე არათუ ვითარდება და იზრდება ეკონომიკა, არამედ პირიქით მცირდება. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ერთის მხრივ იმ ომმა, რაც უკრაინა რუსეთს შორის ხორციელდება, ხოლო მეორეს მხრივ მისმა უფროსმა ძმამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ანუ რეალურად შეერთებულმა შტატებმა უბრალოდ ევროპამ აირჩია არასწორი გზა, ხო, როდესაც გადაწყვიტა, რომ მას არ სჭირდებოდა იაფი რესურსები და არ ვიცი, ენდო თუ რატო ეგონა, რომ სიტყვაზე შეერთებული შტატები მას იგივე პირობებს შესთავაზებდა იმის მაგივრად, რომ 3 და 4 მაგი ფასი შესთავაზა, ხო, თავის დღევადგაზზე. ანუ თვითონვე აირჩია ის გზა, რომ დაშორებოდა აღმოსავლეთს, რომელსაც ახლა თუ დაუჯერებთ სტატიებს, რამდენად რეალურად და სერიოზულად უყურებენ ამ საკითხს, ახლა ევროკავშირში ჯერ არ არის გამოჩენილი, მაგრამ რაღაც რიტორიკის დონეს თუ დაუჯერებთ, თვითონაც კი ჩვენ რის გამოც გვაკრიტიკებდნენ, რომ აი ჩინეთთან დაახლოება ცუდია და თქვენ სუვერენიტეტს დაარღვევს, რო გვეუბნებოდნენ, თვითონაც კი ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს, რომ მოახდინოს
თავისი ბაზრის, ასე ვთქვათ, მეორე მხარეს მიმართვა ჩინეთისკენ, ხო? ამას ემატება ასევე, რა თქმა უნდა, ის, რომ შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებს არ აძლევდა წვდომას იმ გარღვევებზე, იმ ციფრულ გარღვევებზე, ამ შემთხვევაში მიკროსქემებზე და ასე შემდეგ, რომელიც თავად ჰქონდა ტაივანის დახმარებით და ასევე, რა თქმა უნდა, ჩინეთსაც არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, რომ გერმანიისთვის მიეცა მისი მოკავშირე, როგორც ასეთი არ არის და ასევე ჩინეთი არ აძლევდა, ანუ რეალურად მოხდა რაღაც გარდატეხა, როგორც იტყვიან, რევოლუცია მეცნიერებაში, რომელსაც ჩამორჩა დასავლეთ ევროპა. ისინი არიან დამოკიდებული ჯერ კიდევ ტრადიციულ მანუფაქტურაზე, იგივე მანქანათმშენებლობა, აგრარული სექტორი და ასე შემდეგ, მაგრამ დადგა ის მომენტი, როდესაც გადამწყვეტი არის უკვე მაღალტექნოლოგიური, როდესაც ახლა cutting edge ტექნოლოგიები, რომლის საშუალებაც საფრანგეთს და გერმანიას ზუსტად იმიტომ, რომ თავადვე გადაიტანეს თავისი წარმოებები, აღარ დარჩათ, ხო? ევროპა ერთ-ერთი წამყვანი იყო ამ ტექნოლოგიების წარმოებაში, მხოლოდ შვედეთის და ნოკიას და ფინეთის მაგალითია საკვარისია, მაგრამ არის იქ აერობუსი, რომელიც ასევე შეამცირა საფრანგეთმა, გერმანიამ შეამცირა თავისი მაღალტექნოლოგიური წარმოებები და მხოლოდ რაღაც მცირე დონეზე დატოვა. და თითქმის ყველაფერში ჩამორჩა, როგორც ელექტრომანქანები, ანუ ყველანაირ მომავლის პერსპექტივის მქონე წარმოებაში, ევროპა უკვე ჩამორჩა, როგორც ჩინეთს, ისე შეერთებულ შტატებს. ამას ემატება, რომ შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ თავის თავს უნდა მიხედოს, როგორც შენ აღნიშნე, შემოისაზღვროს საკუთარ, რა დავარქვათ, ამას დავარქვათ ეკონომიკური პატრიოტიზმი, მოდით თვითონ როგორც ეძახიან, თავისივე ტერმინი გამოვიყენოთ, ხო? ანუ ნეოლიბერალური სისტემა და ნეოლიბერალური სისტემა ფაქტობრივად ჩამოშლია და ჩამოშლის პირას არის უფრო სწორედ და ამას ერთი ნაბიჯით წინ უსწრებენ და ცდილობენ, რომ თავისი სუვერენიტეტი გაიღრმაონ ამ შემთხვევაში დასავლეთ ნახევარსფეროზე და შემდეგ, აი ამის შემდეგ, მინდა რომ ვისაუბროთ აი ამ კონტექსტიდან ამომდინარე, დავით, მინდა რომ ვისაუბროთ იმაზე, როგორ შეძლო შეერთებულმა შტატებმა იმის გაკეთება, რომ ცდილობს დაგვანახოს თითქოს ყოველი პრეზიდენტი ახალ ამერიკას ქმნის. ანუ თითქოს ბაიდენის დანაშაულებები ტრამპს არ უნდა მოეთხოვოს, ან იქამდე ობამას დანაშაულებები არ უნდა მოთხოვოდა ისევ ტრამპს. ანუ უბრალოდ ტრამპს არ უნდა მოთხოვოდა ობამას დანაშაულებები, ან აი ასე შემდეგ, ანუ ეს ჩვენი აღქმით არის, ანუ ჩვენი საზოგადოება აღიქვამს ესე, რომ ყოველი პრეზიდენტი რაღაც ახალია და არ უნდა შევხედოთ ისე როგორც წინას, თუ ეს ხელოვნურად შექმნილი ის როგორც აი თითქოს პრომო არის ხოლმე ბოქსის მატჩის წინააღმდეგ, ხო? მათი წინა საარჩევნო კამპანიები თითქოს ორი ესეთი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთს ეჯახება, როდესაც ორივეს ერთ და იგივე დონორი ყავთ. ორივეს ერთ და იგივე პატრონი ყავთ და ორივე საბოლოო ჯამში ცდილობენ თავისი მეთოდებით გააძლიერონ ამერიკული იმპერიალიზმი. და ამ დროს ჩვენ იმის მაგივრად რომ ამას ყველაფერს თავის სახელს ვარქმევდეთ და ვამბობდეთ რომ ეს ერთი ქვეყანაა და ყოველთვის ერთი ქვეყანა იქნება და თავის იმპერიალისტურ ზრახვებზე უარს არ იტყვის. ჩვენც ამ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოება ჩათრეული არის ხოლმე აი ამ რაღაც ქიშპობაში თითქოს ტრამპი ისეთი იქნება თუ ბაიდენი ესეთი იყო. კი ბატონო, საკმაოდ ბევრ საკითხს შეეხეთ და მოდი ნელა შევეცადოთ თითოეულ საკითხზე პატარა, ასე ვთქვათ, რეფლექცია გქონდეს. მოდი დავიწყოთ ტრამპის პოლიტიკით. ტრამპის დაანონსებული პოლიტიკით, რომლის განხორციელებაც დაიწყო. ვინ აირჩია მოდი პირველ რიგში ტრამპი და როგორ აირჩიეს ის? ტრამპი აირჩია როგორც მოსახლეობის უმეტესობამ, ასევე დელეგატების უმეტესობამაც, ხო? ანუ მან საკმაოდ დიდი ლეგიტიმაცია მიიღო ამერიკის მოსახლეობისგან. რატომ? ანუ აქ არის მთავარი ფაქტორი ის, რომ ამერიკაში რაც განახორციელა წინა მთავრობებმა რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში და ამერიკის დეინდუსტრიალიზაცია განხორციელდა იმის გამო, რომ იაფი მუშახელის, იაფი რესურსების ხარჯზე გაიტანეს თავისი წარმოებები ქვეყნის გარეთ, ამერიკაში დადგა კრიზისი. ამერიკაში ადგილობრივ ამერიკელს, რიგით ამერიკელს შეეზღუდა, ასე ვთქვათ, იმ ფინანსურ თუ მატერიალურ რესურსებზე წვდომა, რაც შეიძლება მას ქონოდა. აქ კიდევ ისიც არის აღსანიშნავი, რომ ის არალეგალი მიგრანტები, რომლებიც ჩადიან ამერიკაში და ადგილობრივ მოსახლეობას ართმევენ სამუშაო ადგილებს იმის გამო, რომ შეუძლიათ მათ 10ჯერ
უფრო ნაკლები ანაზღაურების სანაცვლოდ გაწიონ იგივე სამუშაო, იგივე მომსახურება, ეს ბუნებრივად არა კონკურენტუნარიან მდგომარეობაში ამყოფებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ესეც ერთ-ერთი ფაქტორი არის იმისა, თუ რატომაც აირჩიეს რიგითმა ამერიკელებმა ახალი მთავრობა და დაუჭირეს ტრამპის პოლიტიკას მხარი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ახორციელებს ტრამპი იმ პოლიტიკას, რასაც ახორციელებს არალეგალი მიგრანტების მიმართ, იმ დაანონსებულ, ასე ვთქვათ, პოლიტიკას პასუხობს და ეს მოსალოდნელიც იყო, არ იყო რაღაც უჩვეულო, თუ ოდნავ გავიაზრებდით, თუ რაც ხდებოდა ადგილზე ამერიკაში. მათ შორის აი ლეგიტიმაცია სრულად აქვს ტრამპს მიცემული მოსახლეობისგან, როგორც ის ექცევა არალეგალ მიგრანტებს, როგორც ის ექცევა დანარჩენ სამყაროს და როგორც ის ექცევა ქვეყნის შიგნით. ამისთვის აქვს მას სრული ლეგიტიმაცია იმ დაანონსებული პოლიტიკის მხარდაჭერის გამო, რასაც გამოუცხადა ამერიკელმა მოსახლეობამ. რაც შეეხება ევროპას, ევროპის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე არის და კიდევ უფრო დამძიმდება. ისინი თავიდან ბოლომდე მიბმული იყო ამერიკის პოლიტიკასთან, ისინი იყვნენ ამერიკის პოლიტიკის გამტარები და არა საკუთარი სუვერენული პოლიტიკისა. რამაც დაღუპა თავის დროზე იაპონია, როდესაც 1980-იან წლებში იაპონია საკმაოდ მოწინავე სახელმწიფო იყო და სწრაფად მზარდი ეკონომიკა და სწრაფად განვითარებადი, მათ შორის ტექნოლოგიების თვალსაზრისით, მათ შორის მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ იაპონიამ გაითვალისწინა ის დირექტივები და ის მითითებები ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რამაც ის დაღუპა. ხოლო მეორე შემთხვევაში, ჩინეთის შემთხვევა რო ავიღოთ, მსგავსი განვითარების ტემპი ჰქონდა ჩინეთს და დღემდე აქვს იმის გამო, რომ მან არ გაითვალისწინა ამერიკის მითითებები და ამერიკის, ასე ვთქვათ, მოწოდებები და რამაც გადაარჩინა ჩინეთი და დღემდე, ასე ვთქვათ, განვითარებადი, ნამდვილად განვითარებადი და სწრაფად მზარდი ეკონომიკა არის და მათ შორის მეცნიერებაც სწრაფად ვითარდება იქ. ეს არის ერთი მომენტი. მეორე მომენტი არის ის, რომ ამ ყველაფერმა ასახვა მოახდინა ჩვენაირ პერიფერიულ სახელმწიფოებზეც, ხო? თუ მაგალითად იაპონია მეტნაკლებად შეინარჩუნა ის მდგომარეობა და სხვა, ასე ვთქვათ, სხვა განვითარებაზე მყოფმა ქვეყნებმა, პერიფერიული სახელმწიფოებისთვის ეს კიდევ უფრო მძიმე არის, იმიტომ რომ აქ არ იყო ისეთი განვითარების ეტაპი, რაც უზრუნველყოფდა მეტნაკლებად შენარჩუნებას იმ ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობის. აქ კიდევ უფრო მეტად დამძიმდა და დამძიმდება მომავალშიც. თუ ჩვენ, ასე ვთქვათ, არ გავატარებთ ჩვენ სუვერენისტულ პოლიტიკას. აი ეს მაინტერესებს, აი ჩვენ გადმოვედით უკვე ჩვენზე და ძალიან საინტერესოა შენი აზრი ამ შემთხვევაში. ჩვენი სუვერენისტული პოლიტიკა ამ შემთხვევაში რაში შეიძლება მოიაზრებოდეს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ, ხო არსებობს რაღაც რანგობრივად რო დავყოთ, არის რაღაც დიდი დრაკონი შეერთებული შტატები, რომელიც ექსპლუატაციას უწევს თავის პირველად მოკავშირეებს, ვისგანაც ანუ პირამიდის სისტემა რო ავიღოთ, ჯაჭვის სისტემა, ყველა უწევს ერთმანეთს ექსპლუატაციას და ბოლოში მოვდივართ ჩვენ უბრალოდ არავინ არ გვყავს ექსპლუატაციის გასაწევი გარდა საკუთარი უღარიბესი მოსახლეობისა. ხო, ანუ ჩვენ როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, კაპიტალისტური სახელმწიფო ექსპლუატაციას ვერავის ვერ გაუწევთ გარდა საკუთარი თავისა. ამ შემთხვევაში საკუთარი მიწისა, საკუთარი ბუნებრივი რესურსებისა, ხო? ეს ერთი. მეორე, რაც მაინტერესებს ამ შემთხვევაში, აი ჩვენ როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი დავძროთ ჩვენ ამ კრიზისის დაძლევის ის ხერხები და ის ინსტრუმენტები არ გაგვაჩნია, რაც გააჩნია შეერთებულ შტატებს, ხო? სხვა ქვეყნის ხარჯზე მაგალითად ჩვენ გვაქვს ანუ რა ინსტრუმენტები გაგვაჩნია ამის დაძლევის, ხო? მე მაგალითად ყოველთვის ვამბობ ხოლმე რეგიონალურ თანამშრომლობის ფორმატებში ჩართვა, რომ მართლაც 3 მილიონიანი ქვეყანა, რომელშიც ალბათ 1 მილიონი არის შრომისუნარიანი და რამდენი გაქცეულია და ამაზე კიდე ცალკე შორს წაგვიყვანს საუბარი, რა არის რეალურად ჩვენი შრომითი პოტენციალი, ხო? ძალიან პატარა ვართ იმისთვის, ჩვენ კონკურენტუნარიანები ვიყოთ
მსოფლიო ბაზარზე. ანუ რა ფორმატებში ჩართვა შეგვიძლია, რა ინსტრუმენტებს ხედავ ამ კრიზისის დასაძლევად? კი ბატონო, სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებდე, მოდი კიდევ რამდენიმე საკითხს გამოვყობ, თუ რა მოხდა რამდენიმე კვირის და რამდენიმე თვის წინ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, რა დაპირისპირება იყო ამერიკაში და ვინ ვისთან გაიმარჯვა. კი ბატონო. და ნენელა გადმოვიდეთ უკვე ჩვენს ასე ვთქვათ საკითხზეც. ჩემი აზრით ამერიკაში მთავარი დაპირისპირების ბლოკები შეიძლება დავარქვათ იყო ფინანსურ კაპიტალსა და ინდუსტრიულ კაპიტალს შორის. ფინანსური კაპიტალი უფრო მეტად ჩემი აზრით გადაიხარა დემოკრატების მხარეს, ეს Wall Street-ის ბლოკი, ასე ვთქვათ, ჯგუფი, ხოლო რესპუბლიკელების და ტრამპის მხარეს დადგა უფრო მეტად ინდუსტრიული კაპიტალი, აი მაგალითად ეს მანქანათმშენებლობა, მაგალითად რომელსაც წარმოადგენს თქვა. ასევე არ დავუვიწყოთ ჩინეთთან აგრესიული პოლიტიკის გამო, ასევე მიიმხრო ტრამპმა ეს მაღალტექნოლოგიური, ესე Facebook-ი, მასკი და ასე შემდეგ. ნუ მასკი გიგანტებიც. კი ბატონო, მასკი თავიდანვე მიემხრო, მაგრამ Facebook-ი ალბათ მერე ბოლოს გადმოხდა სხვა ნავში, შეიძლება ასე ითქვას. მათ შორის ბეზოსიც და სხვა ასე ვთქვათ დიდი მეგა კორპორაციების მესაკუთრეები. და ერთის მხრივ მან ტრამპმა მხარდაჭერა მიიღო საშუალო კლასში და რიგითი ამერიკელებში, ხოლო მეორეს მხრივ ეროვნულ ბურჟუაზიაში. იმის გამო რომ ეს ორივესთვის, ასე ვთქვათ, დაემთხვა, რომ სასარგებლო იყო მსგავსი პოლიტიკის გატარება, როგორც ინდუსტრიული კაპიტალისტვის, ასევე რიგითი ამერიკელები, მუშათა კლასისთვის. დავარქვათ ესე. ამერიკაში საკმაოდ შეზღუდული არის მუშათა კლასი იმის გამო, რომ ამერიკიდან მეტწილად გატანილი არის ასე ვთქვათ წარმოებები და ის რასაც ამბობს ტრამპი რომ უნდა დაბრუნდეს ის ქარხნები, ის წარმოებები ამერიკაში, ეს ერთის მხრივ ხელს შეუწყობს რეინდუსტრიალიზაციას, ხოლო მეორეს მხრივ ეს შეუწყობს ამერიკაში მუშათა კლასის გაძლიერებას. იმის გამო რომ როდესაც ინდუსტრიალიზებული არის სახელმწიფო, მუშათა კლასიც უფრო ძლიერია და უფრო დიდი და უფრო მძლავრი არის. რაც შეეხება უკვე ჩვენს მდგომარეობას, როდესაც მცირე სახელმწიფო ვართ, თან ნახევრად პერიფერიული და ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩემი აზრით მეც დაგეთანხმებოდი იმაში, რომ ჩვენ გვესაჭიროება რეგიონული პარტნიორობები. იმის გამო, რომ მეტნაკლებად ჩვენი ტოლსწორ ასე ვთქვათ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებისთან ურთიერთობით უფრო განვითარდებით. იმის გამო, რომ ნაკლებად დავიჩაგრებით. იმის გამო, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ერთის მხრივ აქ ადგილობრივი წარმოება განვავითაროთ, მეორეს მხრივ ვიპოვოთ ბაზრები ჩვენაერ ქვეყნებში და ეს ასეც არის დღესაც, რომ ქვეყნის დიდი პროდუქცია, ეს იქნება ნედლეული თუ ეს იქნება მინერალური წყლები თუ ასე შემდეგ, ღვინო თუ ასე შემდეგ, მაინც არ ცდება ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცეს. ამაშიც ფაქტები მეტყველებს ამაზე. ანუ ის რომ მცირე მეწარმე რაღაც 100 ბოთლ ღვინოს გაყიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს რეალურ სურათს არ ცვლის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ არათუ რომელიმე მეგა ბლოკში უნდა გავერთიანდეთ, არამედ ჩვენ რეგიონალური ასე ვთქვათ ეკონომიკების ქვეყნებთან უნდა ვითანამშრომლოთ. ეს აი მეტაფორა რომ მოვიყვანოთ და შევადაროთ, სოფლიო ჩემპიონი მოჭიდავეს რომ ეჭიდავებოდეს შეჯიბრზე რაღაც ახლა დამწყები, თქვა 7 წლის ბავშვი. ანუ ყოველთვის ეს მარცხით დამთავრდება, ხო? და როდესაც შენი ტოლსწორთან ამყარებ, ასე ვთქვათ, კონკურენციას, განვითარება ორივესთვის
უფრო სასარგებლოა. რაც შეეხება თუ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისთანაც გვექნება შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი ინტერესი დავიცვათ, ჩვენი ჩვენი ეკონომიკური პროდუქცია დავიცვათ. თუ ჩვენ ასე ვთქვათ შევძლებთ ჩვენი და არა ისე რომ ბაზარი გავუხსნათ ყველას. აუცილებელი არის პროტექციონისტული ეკონომიკის წარმოება იმისთვის რომ ადგილზე განვითარდეს სხვადასხვა დარგები. და გადავედით მართლაც უკვე პოლიტიკის წარმოებაზე და სამწუხაროდ ახლა ერთია რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ამ ბოლო რამდენიმე წლის დაწყებულ საგარეო პოლიტიკაში მხარს უჭერთ ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას, ну ჩემ თავზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში და მეორე არის ის რომ ჩვენს ტაქტიკურ მოკავშირეობაში ვართ და ესეც უნდა იყოს და ისევ გავიხსენებ თუნდაც იოსებ ჯუღაშვილის ერთ-ერთ ნაწილს, როდესაც ის ინდოეთის ადგილობრივ ნაციონალურ ბურჟუაზიას ეძახის რევოლუციურ ბურჟუაზიას, იმიტომ რომ არსებ ბურჟუაზიაც ორად იყო იქ გაყოფილი და იყო შემრიგებლური, გლობალისტური, სპეკულაციური ბურჟუაზია და იყო ის ბურჟუაზია, რომელსაც იდგა იმ შემთხვევაში ადგილობრივი წარმოება და იყო რაღაც ანტიიმპერიალისტურ ბრძოლაში ერთიანად იყვნენ ჩართული ადგილობრივი ინდოეთის მუშათა კლასი, ადგილობრივი ბურჟუაზია და სხვადასხვა ის ფენები, ის კლასები, რომლებსაც ერჩივნა და მათ ინტერესში შედიოდა ის, რომ იმპერიული კაპიტალი არ შესულიყო ინდოეთში, ამ შემთხვევაში ექსპლუატაციის მიზნით. აი აქედან რო ამოვიდეთ ჩვენ ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ანუ ჩვენ მოკავშირეებს როგორ ხედავთ, ეს ერთი და მეორე ის რომ როგორ შეიძლება მომავალი როგორ გესახება ამ შემთხვევაში გაიწმინდება თუ არა პოლიტიკური ველი თუნდაც ეს რაც ხდება USAID-ის ბოლო განცხადებებით და მასკის განცხადებით უბრალოდ რომ რამხელა ფული იყრებოდა თურმე საქართველოში იმ აქტივობებში, რომელიც აი ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, თუნდაც 2020 წლის რაღაც ისფედის სიგიჟეები, ახლა წელს რო არის გამოაცხადეს საერთოდ რა აზრი აქვს გამოცხადებას, არჩევნების შედეგებისო და ასე შემდეგ. აი როგორ გესახება ეს მომავალი ამ შემთხვევაში შენ გაიწმინდება ეს პოლიტიკური ველი და დაეთმობა ადგილი იმაზე საუბარს, რაზეც ახლა ჩვენ აი ამ სტუდიაში ვსაუბრობთ, მე და შენ და ყველა ვინც ამ სტუდიაში მოდის, თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, რომ არის რაღაცა კონკრეტული გადასალახი პრობლემები, რომელიც წლები დასჭირდება, რომ ეს საკითხი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, უკვე სახელმწიფო პოლიტიკის რანგში ავიდეს და ამაზე ვფიქრობდეთ, რომ ჩვენ გვჭირდება გადამამუშავებელი მრეწველობები, არა მხოლოდ ნედლეულის გაყიდვა სადღაც კანადაში, მაგალითად ჩვენი მარგანეცის თუ რაც იქნება, არამედ ადგილზე რო ვაწარმოოთ ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. კი ბატონო, მადლობა ილო ამ შეკითხვისთვის. აი რაც მთავარი არის, ჩვენ უნდა გადავიხედოთ ჩვენს ისტორიას, უნდა შევხედოთ და ისტორია ყოველთვის გვეუბნება იმას, რომ ჩვენი აი გინდა მეფეები, გინდა ასე ვთქვათ მართველები ყოველთვის ცდილობდნენ ლავირებას სხვადასხვა დიდ ძალებთან, ხო? მაგალითად, როდესაც ქვეყანას რთული მდგომარეობა ჰქონდა, ხან სპარსეთისკენ მიემხრობოდნენ, ხან ბიზანტიისკენ, ხან ოსმალეთს დაუპირისპირდებოდნენ, ხან სპარსეთს, ხან რუსეთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ აქ ყოველთვის ცდილობდნენ, რომ სადაც ეს შანსი გაუჩნდებოდა საქართველოს გადარჩენის, ან ჩვენი თავიდან ბოლომდე ისტორია არის გადარჩენისთვის ბრძოლა. და ზუსტად მსგავსი სიტუაცია არის შეიძლება ითქვას, იმის გამო რომ სოფლიო აღარ არის ისეთი, როგორიც ის გუშინ იყო და ეს უკვე შეიცვალა. ეს უკვე რასაც ჩვენ მაგალითად 1 წლის წინ, 2 წლის წინ საუბრობდით და ბევრისთვის კიდევ უფრო მეტად ვერ წარმოიდგენდა და ბევრი შეიძლება არ გვეთანხმებოდა, დღეს ამ ადამიანებს შორის თვითონ ხედავენ უკვე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თავიანთ თავებზე ნახეს ასახვა. რაც შეეხება ჩვენ თუ რა უნდა ვქნათ და რა უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ
ეროვნული ბურჟუაზიასთან თანამშრომლობა არის გადარჩენის ერთადერთი გზა ქვეყანაში იმის გამო რომ არც ერთი სახელმწიფოში არ განხორციელებულა სუვერენისტული პოლიტიკა ერთობის გარეშე და მაგალითად აი თუნდაც ჩინეთის მაგალითი რომ მოვიყვანოთ აი სანამ სტუდიაში შემოვიდოდით ჩვენ ამ საკითხებს საუბრობდით და მაომ კომინდალთან ერთად დაამარცხა გლობალური იმპერიალისტური ბრიტანული იმპერიალიზმი ხო დასავლური იმპერიალიზმი ეს თეორიებში ასე ვთქვათ თეორიებში გამოკეტვა და ვაკუუმში ყოფნა ანუ ეს არ არის მატერიალისტური ანალიზი და არ არის ასე ვთქვათ ეს უფრო იდეალისტური ხედვა არის და მხოლოდ ანუ შეიძლება იყოს დოგმატური ანალიზია იმ თეორიებისა, რაც ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ იარაღად და ინსტრუმენტად თუ როგორ გადავრჩეთ და როგორ ყოველდღე განვითარება. რა თქმა უნდა, აუცილებელი არის მოსახლეობის ფართო მასების დგომა ეროვნულ ბურჟუაზიასთან იმის გამო, რომ დამარცხდეს ქვეყანაში გლობალური ბურჟუაზია და გლობალური გავლენები. ეს არის აუცილებელი. სხვაგვარად წარმოუდგენელია ქვეყანა, ასე ვთქვათ, განვითარების სხვა ეტაპზე გადაინაცვლოს და დაძლიოს ნეოკოლონიალისტური მდგომარეობა. აი, მამაში გეთანხმები და მინდა რომ ხა უკვე ჩვენს მომავალზეც, ანუ ამ შემთხვევაში მომავალზე ვიფიქროთ, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა მწვავე კონსტრუქციული დაპირისპირება იმ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკასთან, რომელიც უკვე 35 წელია მიმდინარეობს საქართველოში ნებისმიერი მთავრობის ქვეშ არ გამოუყოფ ამ შემთხვევაში იქით-აქეთ არავის. ეს არის წმინდა ნეოლიბერალური პოლიტიკა, რომლის ხასიათშიც იყო ცენტრალიზებულ პოლიტიკის წარმოებლებთან მუდმივი დაქვემდებარება, ამ შემთხვევაში გულისხმობ რა თქმა უნდა შეერთებულ შტატებს. და რომელიც თავისთავად განაგებდა ამ პოლიტიკას თავის სპეკულაციური კაპიტალით, ну, შემდეგ იყო უკვე რაღაც საცეცები, ესეთი პირდაპირ პენტაგონის ხელდასმული და CIA-ის ხელდასმული ჯგუფები, USAID და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ მივდივართ ახლა იმ მდგომარეობამდე, როდესაც თავად შეერთებული შტატები ეჭქვეშ აყენებს თავისივე წარმოებულ პოლიტიკას. ხო და იმ კითხვასაც მინდა რომ თან პატარა გამოძახილი ექნება იმ კითხვაზე, როგორ მოხდა ისე რომ წინა პერიოდთან ახლა დამთხოვაც კარგია რომ 2016 წლის დონალდ ტრამპი როგორ ეხმარებოდა და აფინანსებდა USAID-ს ამ შემთხვევაში, ხო მას არ შეუცვლია ეს პოლიტიკა. ახლა თითქოს სხვანაირი გახდა, თითქოს ორი სხვადასხვა პიროვნება არის, ხო? არა და ერთი და იგივეა ამ შემთხვევაში ორი სხვადასხვა პრეზიდენტი, ერთი და იგივე პიროვნება. ანუ აი აქამდე მოვედით უკვე შეერთებული შტატები ეჭქვეშ აყენებს საკუთარ გლობალურ ასე წესებს, როგორ თამაშობდა ის სხვადასხვა ქვეყნებთან, არ აქვს შობა თუ პარტნიორს ეძახდა თუ რას ეძახდა, ну ფაქტიურად ვასალებთან. ჩვენც აი ამ მდგომარეობაში ვართ და სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ და ვიყავით ეს 35 წელი რომ ვემორჩილებოდით, იმიტომ რომ სტრუქტურა იყო ასეთი ნეოლიბერალური სტრუქტურა, რომ იმ ერთ ცენტრში მიდის ყველა ხარკი და შემდეგ იქიდან როგორ გადანაწილდება ეს ყველაფერი. ჩვენ არ ვიცით, გააჩნია როგორ მოიქცევი, რამდენად კარგი იქნები, კარგი ბავშვი ამ შემთხვევაში. ხო, ანუ აი ეს ყველაფერი იცვლება. შენი თქმის არ იყოს, გუში რაც იყო დღეს ესე აღარ არის. სად ხედავ და როგორ ხედავ წინააღმდეგობებს, აი ამ კონსტრუქციულ წინააღმდეგობებს, როცა შეიძლება უკვე ჩვენ ვისაუბროთ ამ სოციალურ და ეკონომიკური პოლიტიკის ასე ვთქვათ გარდაქმნაზე. და ამას ვკითხულობ, რატომ? ხო არსებობენ ჯგუფები ამ შემთხვევაში, რომლებიც ცდილობენ წარმოაჩინონ სამყარო ისე, თითქოს მორჩა დამთავრდა აი ამ ყველაფრის ამ აქციების და რაღაცების შემდეგ მიღებული რაღაც კონკრეტული კანონების მიერ, რომ დამთავრდა, გაფორმდა, ანუ ყოველ წელს სხვა ხრიდან ფორმდება ოფიციალურად დიქტატურა, მაგრამ აი ახლა ეთყობა ბოლომდე გაფორმდა. ანუ როგორ ხედავ შენ მომავალში აი ამ კონსტრუქციული წინააღმდეგობის, კონსტრუქციული ოპონირების წარმოებას?
კი ბატონო, საკმაოდ რთული შეკითხვა დამისვი და ვეცდები გიპასუხო ჩემი მე მგონია რომ ეს უნდა იყოს ჩვენი მუდმივი განსჯის საგანი, იმიტომ რომ ამაზე პასუხი კონკრეტული პასუხი არავის არ აქვს ჯერჯერობით და იმედია შევძლებთ რომ როგორმე შევაჯამოთ, ჩამოვაყალიბოთ, ანუ სად შეიძლება წინააღმდეგობა როგორ შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა და რა იქნება ამ შემთხვევაში ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი, რა იქნება მარგე, ანუ აი ამ ყველაფერზე უნდა ვსაუბრობდეთ ჩემი აზრით ყველგან. აუცილებლად. პირველ რიგში ჩვენ უნდა გავიაზროთ თუ რას ვეწინააღმდეგებით. პირველ რიგში ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმპერიალიზმს. იმპერიალიზმის სხვადასხვა ეპოქაში სახეს იცვლის და დღესაც ეს პროცესია. ნუ თავიდან იმპერიალიზმი თუ პირდაპირ სახით კოლონიებს, ასე ვთქვათ, კოლონიზაციას უწევდა აფრიკას, ლათინო ამერიკას თუ აზიას თუ ასე შემდეგ, შემდგომ უკვე ნეოკოლონიალიზმში ეს უკვე სხვა სახე იცვალა და სხვა ინსტრუმენტებით ეს იქნებოდა ფინანსური, პოლიტიკური, კულტურული თუ სხვა ინსტრუმენტებით უკვე სხვა სახით ახორციელებდა თავის ყოფილ კოლონიებზე დომინაციას. ფაქტობრივად, ანუ იარაღი ჩაანაცვლა მაგალითად სანქციებმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღევანდელობაშიც ნეოლიბერალიზმი შეიძლება ხვალ უკვე სხვა სახით ნეოლიბერალიზმში არსებული იმპერიალიზმი უკვე ხვალ სხვა სახით მოგვევლინოს. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ თუ რას ვებრძვით და როგორ ვებრძვით. აი როგორ ვებრძვით არის ძალიან რთული და კომპლექსური საკითხი იმის გამო რომ ეს ცვალებადობა მოითხოვს გასჯას-მსჯელობას, დისკუსიას და სწორ ანალიზს. სწორ ანალიზს იმისა თუ როგორ დაუპირისპირდეთ ჩვენაირი სუსტი სახელმწიფოები, რომ გადავრჩეთ. ჩვენ ისევ გადარჩენა არ გადარჩენის პროცესში ვიმყოფებით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც აღარ არსებობს სოფლიო საერთაშორისო სამართალი, მოდი თამამად ვთქვათ ეს, უკვე ძველი წესრიგი დასრულდა, გადასული არის დიდი მოთამაშეები, სუპერძალები ძალის პოლიტიკაზე, აგრესიული ძალის პოლიტიკაზე, ის ასე ვთქვათ ნიღბები, რაც მორგებული იყო აქამდე ადამიანის უფლებების, მედროშეების, დემოკრატიის მედროშეების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ უკვე აღარ არსებობს. ანუ ის ურჩხულებმა, მოდი მეტაფორულად ვთქვათ, ის ბრჭყალები გამოაჩინეს თავიდან ბოლომდე. ამისთვის რა ჩვენაირი პატარა სახელმწიფოებმა რა უნდა გავაკეთოთ? რა უნდა გავაკეთოთ და ჩემი აზრით არის ის, რომ პირველ რიგში შევინარჩუნოთ მშვიდობა. შევინარჩუნოთ მშვიდობა იმის გამო, რომ ის რა წესრიგიც დაალაგდება ხვალზე, ერთ წელიწადში თუ ორ წელიწადში თუ უახლოეს პერიოდში ჩვენ მეტად მომზადებულები შევხვდეთ და ნაკლები დანაკარგით შევხვდეთ იმ საერთაშორისო წესრიგს. ანუ მაგალითად არ გავიზიაროთ ის ნგრევა, ის ადამიანური ტრაგედიები, ის დანაკარგები, რაც სამწუხაროდ დღეს მსოფლიოში ხდება, ხო? ეს იქნება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში თუ სხვაგან და სხვაგან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მშვიდობიანობის პოლიტიკის შენარჩუნება იმისათვის, რომ მომავალში რა სოფლიო წესრიგიც დამყარდება, ამ სოფლიო წესრიგში ჩვენ ნაკლები დანაკარგებით შევხვდეთ და უფრო პრაგმატულად ვიმოქმედოთ. არა კონკრეტული სუპერძალების სასარგებლოდ ვიმოქმედოთ, არამედ ჩვენ ვიმოქმედოთ ეროვნული, ასე ვთქვათ, მშვიდობიანობის პოლიტიკის საფუძველზე. ძალიან მაინტერესებს, ანუ ჩვენი ქვეყანა იყო დამოკიდებული ზუსტად აი ამ კონკრეტული სუპერძალების თუ რაღაცა ორგანიზაციების, როგორც შენახსენე, რომელსაც მორგებული ჰქონდათ კეთილის მყოფელი, მშვიდობის მყოფელი, რაღაც უფლებადამცველების ნიღბები, აი მთლიანად ვიყავით ჩამოკიდებული ჩვენი სახელმწიფო ამაზე. კონკრეტულად ეხა შეიძლება მე თქვენ ვიღაცა არა, მაგრამ სახელმწიფოც იღებდა გრანტებს, რომლითაც რაღაც
პროგრამებს აკეთებდა, პროექტებს ახორციელებდა. ძალიან დიდი ოდენობით გრანტები გაიცემოდა სხვადასხვა კულტურულ, ეკონომიკურ, კვლევით, სამეცნიერო, არჩ უამრავ სფეროში. ხო? და აი ეს ყველაფერი რომ თავრდება თითქოს მე მხარეს უჩნდება ესეთი შეკითხვა, ანუ ამის შემდეგ სად მივდივართ, ანუ უსამართლობის განცდა მაშინ არის ყველაზე მძაფრი, როდესაც ყველა მხარე თანაბრად იჩაგრება, ხო? თუ ანუ არავინ არ იჩაგრება, ან ყველა მხარე ანუ ერთ ნავში ვართ. ეს განცდა რომ ერთ ნავში ვართ, ეს უნდა არსებობდეს. რეალურად ნეოლიბერალიზმის თავარი ნაკლიც ეს იყო, რომ მან სამყარო დაყო გამარჯვებულებად და დამარცხებულებად. ხო? და შემდეგ ძალიან რთული იყო ამ საზოგადოებების ისევ შეწებება. ჩვენი პრობლემაც ეს იყო ამ შემთხვევაში მათი მთავარი დანიშნულება ამ NGO-ების და მათი გრანტების იყო ამ ჯგუფების იზოლაცია, ატომიზაცია, დაპირისპირება საზოგადოების შიგნით და შემდეგ, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლოთ ამ ჯგუფებს რომ მიეღოთ ის ბენეფიტები, ის და გრანტები და დაფინანსებები, რომლითაც შემდეგ თავი უნდა ერჩინათ და გადარჩენილიყვნენ. აი მე მაინტერესებს, როდესაც დგება მომენტი და მართლა დგება მომენტი, ეხლა ვართ აი ამაში, რომ აღიარებს USAID რა ხელაფული ჩაასხა, აღიარებს შეერთებული შტატები და მარკო რუბიოს გამოსვლას გავიხსენებ, რომ ჩვენო როგორღაცო მოხდა ისე, რომ ხალხს დავაჯერეთო, რომ უკრაინაო რუსეთს დაამარცხებდა და გაანადგურებდა და ესე არ არის, ანუ სიმართლის მომენტი დგება. აი ეს სიმართლის მომენტი როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ის, რომ ჩვენი დაქსაქსული და ფრაგმენტირებული საზოგადოება, რომელსაც თავადვე არ ვამბობ, რომ საზოგადოებაში დამნაშავე არ არის, საზოგადოების დიდმა ნაწილმა თავად ითამაშა როლი ამ ფრაგმენტირებაში. მათი თითქოს ესეთი მიზანი ჰქონდათ, რომ მაქსიმალურად იზოლირება მოეხდინათ განსხვავებული აზრის საკუთარი თავისგან, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, მათი მიზანი რა იყო? შევხედოთ ფაქტს, დგება სიმართლის მომენტი. როგორ ხედავ შენ ჩვენი საზოგადოების აი ამ ფრაგმენტული საზოგადოების შეწევებას, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვახსენეთ, რაღაც ახალი წესრიგი მოდის და ამ ახალ წესრიგში რომ შევალთ, მე უნდა ვიფიქროთ უკვე როგორ უნდა მოვახდინოთ განვითარება, გაზრდა ჩვენი პოტენციალის და რა თქმა უნდა ჩვენ სხვა აგური არა გვაქვს გარდა ერთმანეთისა, ხო, ამ მომავალი საქართველოს შენებისა. ახლა ხო ვერ ჩამოვიყვანთ სხვა ილიას და სხვა დავითს და მარტო ილია და დავითები არ იქნება ამ სამყაროში, რომელიც ერთმანეთს გაუგებენ და რაღაც ქვეყანას ააშენებენ. ხო, სხვა აგური ჩვენ არ გვეყოლება ამის თქმა მინდა. აი ამ ფრაგმენტირებული საზოგადოების გაერთიანებას თუნდაც რაღაც იდეების გარშემო როგორ ხედავ, რამდენად შესაძლებელია? საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესი არის ის, რაც ქვეყანაში ხდება და ნამდვილად ეს არავის არ უნდა უხაროდეს ჩემი აზრით, რაც ქვეყანაში ხდება, იმის გამო რომ ეს რაც ფრაგმენტირებული სხვადასხვა მიმართულებით საზოგადოება და ცალცალკავებული და ერთმანეთისგან გათიშული ოჯახები, მეგობრები, ნათესავები, ახლობლები დღეს ერთმანეთთან სალაპარაკო ენას ფაქტობრივად ვეღარ ნახავენ. პირველ რიგში რაც უნდა მოხდეს არის ის, რომ გავიაზროთ ჩვენ რას ვაკეთებთ, რას ვემსახურებით, ჩვენ სახელმწიფო საქართველო ეს რაღაც გამიჯნულია თუ ეს ეროვნული საწყისებთან არის დაკავშირებული ჩვენ მაგალითად აი რაც 30 წლის განმავლობაში იდენტობის მიმართ პოლიტიკა იწარმოებოდა და ცალცალკავება მიზან მიმართულად ის რომ ცალკე შიშიმპირები, ცალკე მუშები, ცალკე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ცალკე სხვადასხვა ჯგუფების მიმართ უნდა ვიმუშაოთ თუ ამ ჯგუფებს აერთიანებთ ერთი რაღაც საქართველო ჩვენი სამშობლო სიღარიბე უთანასწორობა ეკონომიკური სიდუხჭირე აი ამ საკითხებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. არა აქვს მნიშვნელობა ის ეთნიკურად ქართველია, სხვა აღმსარებლობისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, მუშა, მეტროს მემანქანეა თუ სხვა და სხვა, ყველას აქვს არსებითად ერთი გამოწვევა. ყველას აერთიანებთ ერთი ქვეყანა, ერთი სამშობლო, ხო? აი ამ საკითხზე რომ უნდა დავიწყოთ ნელა კონცენტრირება და არა ცალცალკე ვიწრო ჯგუფებმა თავისი ასე ვთქვათ ინტერესების წინ წამოჭრა. რა თქმა უნდა, თითოეულ ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს თავისი დამახასიათებელი საჭიროებები და გამოწვევები, მაგრამ ეს საჭიროებები და გამოწვევები, როდესაც
გაერთიანდება იმ ერთიან ასე ვთქვათ გამოწვევაში რაც არის ის რაც ჩამოთვალე, აი ეს უფრო მეტად შესაძლებლობას მისცემს ერთმანეთთან დალაპარაკების, მოსმენის და ასე ვთქვათ დაკავშირებას. ფიქრობ ისევ რომ დაუბრუნდეთ აი სტალინის ციტატას რომ დაუბრუნდეთ ერთ-ერთ თავის ნაწარმოებში თხზულებაში. ასეთ რამეს ამბობს რომ ჩვენ უკვე დავძლიეთ შიდაპარტიული კომპარტიაში, რა თქმა უნდა, შიდაპარტიული დაპირისპირება დავძლიეთ და ეხლა ჩვენ არ შეგვიძლია სხვათა შორის პასუხს უბრუნებს ერთ-ერთ პოეტს, რევოლუციურ პოეტს, წერილზე. და დავძლიეთ უკვე შიდა დაპირისპირება და ეხლა ჩვენი მიზანი არის საზოგადოების გაერთიანება და ანუ ამას ამბობს რაზე? ეს პოეტი არის ძალიან რადიკალურად განწყობილი და პირადი მეგობარი იყო ამ შემთხვევაში და ესეთ კრიტიკულ წერილს წერს რომ თქვენო ეხლა ვცდილობთო რომ ისინი დაიახლოვოთო ვინცო ჩვენო გვებრძოდნენ და გვაგინებდნენ და ერთ ამბავში იყვნენ და საინტერესო პასუხს ცემს ამ შემთხვევაში სტალინი და ეუბნება ესეთ რამეს რომ ჩვენ დავძლიეთ დაპირისპირება თავებთან ლიდერებთან და ის რომ თქვენ მე ამ შემთხვევაში და კიდე ჩვენი პარტიის წევრებს რომ ეს ამაყი გამარჯვებული პოზიცია უჭირავთ პედესტალიდან რომ აი ჩვენ ვიყავით მართლები და თქვენ ცდარები. ეს პირიქით აფერხებს ჩვენი სამომავლო განვითარებას და გაერთიანებას. აი ამაზე მაინტერესებს თქვენ ეს რომ მე ვიცი რომ ძალიან ძნელია პირადი გამოცდილებითაც ვიცი ბევრმა იცის ძალიან ძნელია ხო ადამიანი სიმართლის გამო გაკრიტიკებს მუდმივად გაუჩერებლად გადაკვრით გადმოკვით როგორ იმის გამო რომ თუნდაც მართალი იყავი ხო აი ეს არის კრიტიკის საგანი რომ შენ იყავი მართალი როგორ გაბედე თქვი 2022-ში რომ უკრაინა ამას ვერ მოიგებს და რუსეთს პირიქით გააძლიერებ ხო რაც მოხდა ანუ ამის თქმა რო იყო დანაშაული აი მაგალითისთვის ვამბობ ანუ როგორ შეიძლება ჩვენ რო აი ეს დავძლიოთ თუ ჩვენი დასაძლევია ჩვენ უნდა გაუწოდოთ ხელი შენი აზრით პირველმა თუ იმათმა უნდა თქვან რაღაც ანუ როგორ უნდა მოხდეს თუნდაც კოვიდის მაგალითი ავიღოთ ხო ანუ რაც იქ ხდებოდა ის სიგიჟე როგორი დაპირისპირებაც მოხდა საზოგადოებაში კოვიდის გამო და მწვანე პასპორტების თუ რაღაცების გამო ხო ძალიან რთული პროცესი იქნება და არ იქნება ეს მარტივი ერთ და ორ დღეში, ასე ვთქვათ, გადაფასება ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში სახელმწიფომაც უნდა იმოქმედოს და სახელმწიფომაც უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც თითოეულ ჩვენგანს ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, მეგობრები, ახლობლები და ჩვენს გარშემო ყოფები, ზოგს ეს მიაჩნიათ სწორად ზოგს ის და ზოგს მართლაც ჭირა ამ ყველაფრის და ზოგი მართლაც გულწრფელადაც იბრძვის. მაგრამ აქ პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა აიღოს ერთის მხრივ და იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რომ პირველ რიგში დაიცვას ეროვნული ინტერესი, შეინარჩუნოს მშვიდობა და გადარჩეს ამ ქარიშხალში, რაც სოფლიოში დღეს მძვინვარებს. ხოლო ამის ქარიშხალის გადავლის შემდგომ უკვე ნენელა შესაძლებელი იქნება უკვე ხიდების გადება და მოდი ისევ დაუბრუნდეთ თეორიას ხო სადაც მაგალითად მაო თავის წინააღმდეგობის შესახებ ტექსტში როგორიც არის წერს ანტაგონისტურ და არაანტაგონისტური წინააღმდეგობების შესახებ ხო როგორ შეიძლება სად არსებობს ანტაგონისტური და არაანტაგონისტური წინააღმდეგობები ხო მაგალითად მგელი და ცხვარი რო არასდროს მოძოვენ ბალახს ხო ეს დღესავით ნათელია და მეორეს მხრივ სად შეიძლება მოინახოს ასე ვთქვათ სივრცე იმისა ერთმანეთის დალაპარაკების ვინ შეიძლება ასე ვთქვათ ერთმანეთის გვერდით დადგეს ხო მაგალითად ახლა ჩვენი ოჯახის წევრების შორის შეიძლება არსებობდეს ასე ვთქვათ განსხვავებული მოსაზრებები სამეგობროში საახლობლოში მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა თუ არ გვინდა ერთი ქვეყნის შვილები ვართ ერთი სამშობლო გვაქვს ამის მეტი წასასვლელი არ გვაქვს ნუ მე
ყოველ შემთხვევაში ასე მიმაჩნია და არ ვაპირებ არსად წასვლას, მე მინდა რომ ჩვენ აქ განვითარდეთ და არა სხვაგან და სხვა ქვეყანა განვავითაროთ ჩვენი ასე ვთქვათ მუშაობით, ინტელექტუალური თუ სხვაგვარი მუშაობით და ეს უნდა იყოს ჩვენთვის ამოსავალი. ჩვენ სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია, ჩვენი ვართ ამ ქვეყნის შვილები და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის გვერდიგვერდ. ის რომ ბნელებად და ნათლებად პროგრესულებად დაყოფა საზოგადოების და დაკენსელება ეს უკვე წარსული არის. ნელ-ნელა აი ჩვენ რასაც 2022 წელს ფიქრობდით რომ ეს იყო უდიდესი კატასტროფა, უდიდესი შეცდომა და უდიდესი ასე ვთქვათ გეოპოლიტიკური დაპირისპირების საგნად ქცევა უკრაინის ეს უკვე ნელ-ნელა ყველასთვის ნათელი გახდა. ხოლო მეორეს მხრივ ხვალ ზეგ თუ რამდენიმე წელიწადში ესეც მალე ნათელი გახდება ის რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით მოგვიწევს ცხოვრება და ის იდენტობების მიმართ ნაწარმოები პოლიტიკა იქნება უკვე გუშინდელი დღე სულ მალე ეს იქნება ყველასთვის ასე ვთქვათ ნათელი. აი ძალიან საინტერესო საკითხი შევეხეთ აი მაოს მაგალითად, ხო რომ გელი და ცხარი ერთად ვერ მოძოვენ. ანუ ჩვენს რეალობაში რა გამოდის და ისევ რომ დაუბრუნოთ აი მე ერთი კლასიკოსი მაოა, მეორე კლასიკოსი აგერ ყავს ბატონი ბესარიონოვიჩი, ხანაგი რას გულისხმობს ამ შემთხვევაში ვინ არიან მგელი და კრავი, იმიტომ რომ სტალინი ეს რამეს ამბობს გავიმეორებ, რომ ჩვენ უკვე მოვერიეთ თავების როგორც ახლა ინტელექტუალური ლოკომოტივები ისინი დამარცხდნენ დისკუსიაში, დავაში, ინტელექტუალურად, თეორიულად დამარცხდნენ და ქვედარ გოლების შემოერთების დრო დგება. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადმოვიტანოთ შენი გადმოსახედიდან აი თუნდაც მაოს სიტყვები მგელი და კრავის ამბავი, რომ ეს არის ზუსტად ის ჰედები, თავები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში და ჩანს ხო მართლა ხო არ ვიგონებთ კიდე ადრე გვეუბნებოდნენ რომ იგონებდო მაგ ხელა ფული არ ჩაყრილავდა. ფაქტებად დაიდო 26 მილიონი თავად აღიარებენ უკვე მეტროპოლიაში ამ ყველაფერს. კი ბატონო, ანუ ამ ხელა ფული ჩაისხა აი ამ რაღაცა მაიმუნურ პარტიებში, რაღაცეებში, ხო? ანუ ეს არის ის დაძლევა, აი ამათი დაძლევა იქნება შემდეგ მომავალში გახედვის საშუალებას რაც მოგწევს და მომავალზე ფიქრის და ლაპარაკის რო აი მორჩა როგორც შიდა დაპირისპირებები დაუძლიეთ და გადავრჩით შიგნიდან ატრიალებას რომელიც მერე ჩაგვთავდა თუნდაც იმ დამანგრეველ და დაპირისპირებაში რუსეთის წინააღმდეგ როგორც მუშტის გამოყენებათ რომ უნდათ ჩვენი ქვეყნის და ამის შემდეგ ვიწყებთ უკვე თანაარსებობას. როლი უფრო გვერგებოდა მე ასე მგონია. კი ბატონო. ნამ ჩემი აზრით ალბათ უფრო მგელი და კრავში კი გეთანხმები შენს ნათქვამში უნდა ვიგულისხმოთ გლობალური ძალებისა და ეროვნულ ძალებს შორის ასე ვთქვათ შეპირისპირება, ხო? ანუ ალბათ მგელი უფრო არის გლობალური იმპერიალიზმი, ხოლო ჩვენ აქ გვიწევს ასე ვთქვათ გადარჩენა და არ უნდა მოვირგოთ ის როლი, რომ ამ გლობალურ მგლებს შორის ჩვენ აღმოჩნდეთ ასე ვთქვათ სტეიკი, მარტივად რა ვთქვათ. ერთ-ერთის ანუ ეს არის ძალიან საინტერესო მართლაც რომ ჩვენ ცოვახსენეთ რომ ყოველთვის საქართველოს იყო გადარჩენის ასე ვთქვათ გადარჩენას ცდილობდა ნუ ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი როგორც ასეთი მართლა განვითარების რამაც უამრავი სიკეთე მოგვიტანა რომელსაც დღემდე ვიყენებთ ეს არის ალბათ საბჭოთა კავშირი და ის თავისი არსით საერთოდ სხვანაირი სახელმწიფო იყო სხვა ქვეყანა იყო და შედარებას აზრი არ აქვს არც ერთ ისტორიულ კონტექსტთან ჩემი გადმოსახედიდან არ ვიცი ალბათ მეთანხმები ამაში მაგრამ მოდი არ შევადაროთ და ესეთი რამეზე ვიფიქროთ ჩვენც ხო ერთი ვარიანტი არის რომ ჩვენ რაღაცა ისევ ნეოლიბერალური ქვეყანა ვართ წარმოებელი ქვეყანა არ ვართ და მოხმარებელი ქვეყანა ვართ ჩვენ გვჭირდება წარმოებელი ცენტრი ანუ ჩვენ უნდა ვეძებოთ ჩვენი ექსპლუატატორი ოღონდ ისეთი რომელიც უფრო კეთილად
მოახდეს ჩვენს ექსპლუატაციას. ანუ ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ ჩვენ წარმოება არ გაგვაჩნია, ხო? ვიღაცამ ჩვენზე უნდა ნახოს მოგება. ეს აქამდე იყო რა თქმა უნდა შეერთებული შტატები, რომელიც რეალურ დიდ მოგებას ნახულობდა თავისი ფინანსური კაპიტალით და ჩვენი რესურსების ამოწოვით. იყო რა თქმა უნდა რუსეთი თავისი რაღაც ენერგეტიკული რესურსების დაუფლებით და ასე შემდეგ და ძალიან მცირე დოზით იყო ჩინეთიც. ჩინეთი იყო იმით რომ თავის რაღაც მზა პროდუქციას იაფად გვაძლევდა როგორც ღარიბი ქვეყანა ვიყავით და ვიღებდით რა თქმა უნდა ხო? ანუ ეხლა ჩვენ მაინც ვრჩებით ნეოლიბერალურ ქვეყნად. სტრუქტურა ჩვენი ქვეყნის იქნება იგივე ეს ყველაფერიც რო ჩაივლის. ხო სხვანაირი სტრუქტურა თუ რა თქმა უნდა ამაზე პოლიტიკური და ეკონომიკური რაღაც ახალი წიაღსვლებიაზე საუბარი არ დაიწყო როგორ გარდაუქმნათ ჩვენი პოლიტიკა და ეკონომიკა წარმოებელ სუვერენულ ქვეყნად ვიქნებით მაინც ამ სტრუქტურის რომელმაც უნდა მოძებნოს უკეთესი ექსპლუატატორი. ხო, ამ ფაქტის წინაშე ვდგებით. ანუ აი ამაზე რას ფიქრობ, როგორ უნდა მოვახდინოთ დივერსიფიცირება ჩვენი ინტერესების, კონკრეტულ ძალას ისეთი, რომელიც არ გვემუქრება რაიმე განადგურებით ეგეთთან უნდა დავიჭიროთ უფრო ახლო ურთიერთობები, იქ ბრიქსი არსებობს. რა თქმა უნდა 3+3 ფორმატი არსებობს, სადაც ბევრი სამი დიდი და სამი პატარა სახელმწიფო არის. ანუ აი აქ როგორ ხედავ ჩვენს რაღაც ლავირებას, რა უნდა მოვახდინოთ გადარჩენისთვის. საკმაოდ ბევრ საკითხს შეეხე. რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, საბჭოთა კავშირი მოდერნისტული საქართველოს მე-20 საუკუნის პერიოდში საკმაოდ პროგრესული სახელმწიფო იყო თავის სოციალურ-ეკონომიკური მდგენელით. და დღეს მაგალითად საქართველო ვერ იოცნებებს იმ სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას და კეთილდღეობას, რაც მაშინ საქართველოს გააჩნდა განათლების, კულტურის, სპორტის, წარმოების და სხვადასხვა მიმართულებით. ხოლო როგორც საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანისთვის წარმოუდგენელი იყო მის მიღმა თუ რა იქნებოდა, აი როდესაც 90-იანებში საბჭოთა კავშირი იშლებოდა და სხვა მსოფლიო წესრიგი ყალიბდებოდა და არ იცოდა ჩვენმა მშობლებმა და წინათაობებმა თუ რა იყო მის მიღმა და საკმაოდ მოუმზადებელი დახვდნენ ამ ყველაფერს, აი მსგავსი ეპოქა შეიძლება იყოს დღეს და ჩვენ თანა ქალაქელები თუ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვერ იაზრებს იმას თუ ხვალ რა იქნება. მე რომ გითხრათ რომ ხვალინდელი დღე ჩემთვის მკაფიოდ ნათელია და ასე ვთქვათ ვიცი ზუსტად რა როგორ დალაგდება, რა თქმა უნდა ჩემთვისაც რთულია ამ საკითხზე პასუხის გაცემა, მაგრამ ჩვენ რითაც უნდა ვიხემძღვანელოთ არის ის რომ არ უნდა შევიდეთ არავისთან კონფლიქტში მით უფრო დიდ სუპერძალებთან, აგრესიულ ძალებთან, თავისი მძლავრი სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური საშუალებებით და არამედ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისთანაც შეგვიძლია რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, ეროვნული, სუვერენული პოლიტიკა გავატაროთ. სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, მაგალითად, წარმოების განვითარების, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება ჩვენი პროდუქციის გატანის, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება თვითმყოფადობის და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ აუცილებელია ვითანამშრომლოთ სოფლიოს ყველა მიმართულებით. აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ მათ შორის უპირველეს ყოვლისა ჩვენ სამეზობლოსთან, იმის გამო რომ ჩვენ სხვაგან, ასე ვთქვათ, ვერ მოვიგებთ უჩინმაჩინის ქუდს და ვერ გადავცხოვრდებით და ვერ გადავფრინდებით. ეს მოცემულობა არის და სწორედ ამ მოცემულობაში უნდა, ასე ვთქვათ, განვახორციელოთ ლავირება იმისთვის, რომ გადავრჩეთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მშვიდობა შეიძლება ითქვას ყველაფერი არ არის, მაგრამ მშვიდობის გარეშე დანარჩენი ყველაფერი არაფერია, ხო, ცოტა ხატოვნადაც რომ ვთქვათ. ამიტომაც მშვიდობიანობისას უკვე
სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ იზრუნოს უკვე სხვადასხვა პოლიტიკების წარმოების მიმართულებით. მათ შორის ის რა გრანტებიც დღეს და გუშინ არსებობდა, როგორ უნდა ჩანაცვლდეს სახელმწიფოს მხრიდან, როგორ უნდა შეცვალოს ის ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, როგორ უნდა გახდეს არა მხოლოდ კონსტიტუციური ჩანაწერის მიხედვით სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო, არამედ ნამდვილი. როგორ უნდა განახორციელოს ის პროგრამები სახელმწიფო მასშტაბურად, ის სოციალური პროგრამები, ეკონომიკური პროგრამები, სიღარიბიდან ამოყვანის პროგრამები, წარმოების განვითარების პროგრამები, აი ამ შემთხვევაში უფრო მეტი შანსი არის და არა მაგალითად რაც სამწუხაროდ დღეს უკრაინაში ხდება. და ძალიან საინტერესო რამეს შევეხეთ, ახლა კონსტიტუციურ ჩანაწერებს შევეხეთ. ხო, ერთი არის ძალიან ისეთი ოდიოზური ჩანაწერი გვაქვს, ესეთი მივისწრაფით ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. რომელიც სხვა არ გვჩება, ახლა გაკრიტიკება, ამისი რაციონალურად გაკრიტიკებაც კი შეუძლებელია, იმიტომ რომ თავად ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ხო არ გაგიჟდით ეს რა გვინდაო საერთოდ ნატო ჩაწერეთო. ესეთი რამეო, ხო, თავის დროზე და რაციონალურად ვერ გავაკრიტიკებთ, ერთ-ერთი რაც შეგვიძლია რომ ამას დავცინოთ, მაგრამ ხა დავცინეთ ჩვენს ბედს ამ შემთხვევაში, ხო, თუ დავცინეთ ესეთ რამეს. და მაინტერესებს შენი პროგნოზი, დადგება თუ არა ეს საკითხი, რომ მით უმეტეს ეხლა უკვე, როდესაც პირდაპირ უთხრეს უკრაინას, რომ მას ნატოში ვერ მიიღებენ უბრალოდ, რომ ეს გამორიცხულია, ხო? იქ მაშინ იქ განადგურების და ასე ვთქვათ, გაღატაკების ფონზე ალბათ რამდენიმე 10 წლეულით ისიც გამორიცხულია, რომ ის ევროკავშირის რაიმე სახით ევროკავშირში მიღება შეძლონ. ჩვენ მაინც გვიწერია კონსტიტუციაში, აი თუნდაც აი ამ დაპირისპირების ფონზე და ეს არის მართლაც ყველაზე სასაცილო და ირონიული, რომ აი ამ პირდაპირ შესულ დაპირისპირების ფონზე, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო და ლიდერები ცდილობენ რომ ეს წარმოაჩინონ ისე თითქოს ეს დაპირისპირება იყო მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციასა და ჩვენს შორის, სახელმწიფოს შორის. შეხო ეს მიამიტები არ ვართ, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ყოველთვის და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან უნდა ტრამპს წარმოაჩინოს თითქოს ის ქმნის პოლიტიკას, მაგრამ ისიც ისევე როგორც ჩვენ ერგება იმ ტალღებს, რომელსაც მსოფლიო გეოპოლიტიკა და მსოფლიო დინამიკა, როგორც პოლიტიკის, ისე ეკონომიკისა, ჩინეთის გაძლიერება, ბრიქსის წევრების მოძლიერება, რაღაც ახალი დღის წესრიგების შექმნა ქმნის აი ამ გეოპოლიტიკას და არა კონკრეტულად ბაიდენი, ან ტრამპი. ხო და ეს მაინტერესებს, როგორ შეიძლება და ანუ წარმოგიდგენია თუ არა, რომ ჩვენ უკვე მართლა სერიოზულად მივუდგეთ იმ საქმეს, რომ კონსტიტუციაში გვიწერია აბსურდული რამე. ჩვენი განადგურების ფორმულა გვიწერია, მოდი ესე ვთქვათ, ხსაუბრობთ აქ გადარჩენაზე, ქვეყნის გადარჩენაზე. კონსტიტუციაში გვიწერია ჩვენი გარანტირებული განადგურების ფორმულა. რა ესე უნდა გავნადგურდეთ ჩვენ, უნდა წავიდეთ ნატოსკენ და დამთავრდა. ხო, ანუ მე სიმართლე რო გითხრა, ამ ჩანაწერს რამდენად უწერია ასე ვთქვათ არსებობის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობა შორსდგავარ იმის გამო რომ თავად ევროპელები მაგალითად ამბობენ იმას რომ რამდენიმე წელში თუ თავად ევროკავშირი არსებებს საკმაოდ დიდ კითხვის ნიშანს უსვამენ ხვალზე როდესაც დიდი მოთამაშეები მოილაპარაკებენ იმაზე თუ რა სოფლიო წესრიგი უნდა იყოს მაგალითად როდესაც იქნება დიახ როდესაც გადანაწილდება სოფლიო სხვადასხვაგვარად მაგალითად დაილაპარაკებს ტრამპი და პუტინი თუ რაზე თანხმდებიან უკვე აქ ჩვენი კონსტიტუციური ჩანაწერი უკვე ძალიან ღიმილის მომრგველი შეიძლება გახდეს და უკვე ამ ჩანაწერის ფაქტობრიობაც უკვე არაფრის მომცემი იქნება. მაგრამ თუმცა ახლა ჩვენ ხო ვცდილობთ, მაგრამ ძალიან კარგი იქნება რომ ესეთი რაციონალური საუბარი იყოს პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკა სხვანაირად
წარმოებს სამწუხაროდ. ზოგადად თან ბოდიში, ზოგადად თან რაღაც ინსტრუმენტს რომ მიზნად გაიხდი, ეს კიდე უკვე ღიმილის მომრგველი. კი ბატონო, აი ამის კითხვა მინდა, ხო, რომ ჩვენ ახლა რაციონალურად მსჯელობთ ამაზე, რამდენად მისაღებია და მიუღებელია. ანუ მე შეიძლება ცხოვრობდე სადღაც იქ, მაგალითად ახლა ირლანდია ნეიტრალური ქვეყანაა და შეიძლება ირლანდიამ გადაწყვიტოს რომ უნდა ნატოს წევრობა რაღაც კონკრეტული მიზნების გამო ჯერ ერთი ხა. ნუ თავისი მიზნები აქვს რატომაც არ უნდა ნატოს წევრობა, მაგრამ შეუძლია გადაწყვიტოს და კი ბატონო, ხო? მაგრამ შენ აქ ცხოვრობ, აი აქ რო ცხოვრობ, სადაც ცხოვრობ და ნატოს წევრობა გინდა და ამის გამო ერთი ომი უკვე გაგავლილი. რუსეთთან და მეორეს შენ თვალწინ აი ზღვის იქით პირდაპირ უყურებ, ხო? ზღვიდან შეგიძლია პირდაპირ ყირიმის ნახევარკუნძული ხო ვერ დაინახო, მაგრამ ხო იცი რომ იქ არის. ხო და აი ჩვენ ამ შემთხვევაში ამ საკითხს დიდი მომავალი ჩემი აზრით არა მე რას ვამბობ, რატომ ხა რაციონალურად ამას ჩვენ ვსჯელობთ, მაგრამ პოლიტიკა წარმოებს სხვანაირად და ეხლაც გამოჩნდა, ხო აი ამ ფართხალში ხა რასაც აკეთებს ჩვენი ნეოლიბერალური წესრიგი, რასაც აკეთებს ევროკავშირის, ევროპარლამენტის და შეერთებული შტატების რაღაც დიღმის ბაზის მეშვეობით, რომ პირდაპირ გეუბნებია, რომ შენ ანტიკონსტიტუციური ხარ, როდესაც მე მიპირისპირდები. შენ ანტიკონსტიტუციური ხარ, როდესაც აჩერებ რაღაც, ანუ მუდმივად ხვეწნის რეჟიმში უნდა იყო შენ. ანუ კი, მე გავაჩერე, მაგრამ შენ მაგის უფლება არ გაქვს, რომ შენც მეორე მხრიდან გამიჩერო. შენ უნდა მეხვეწო. მე რომ მიგიღო და მე გადავწყვიტო, მე მიგიღებ თუ არა, ხო? ანუ კონსტიტუციაში მართლა ეს გვიწერია, რეალურად ხო ეს არის, ანუ კი შეიძლება ვთქვათ, რომ ღიმილის მომგვრელია, მაგრამ მაინც შენი კონსტიტუციაა. ანუ კონსტიტუცია რომ ღიმილის მომგვრელი გაქვს, კიდე ცალკე ტრაგედიაა, მაგრამ მაინც ჩვენი კონსტიტუცია ამ შემთხვევაში, ხო? ნუ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ამ კონსტიტუციის მინიმუმ რევიზია მაინც მოგვიწევს. სხვადასხვა მიმართულებით, არა მხოლოდ ამ კუთხით, მათ შორის ეკონომიკური ეს ჩაბეტონებული ეგრეთ წოდებული თავისუფლების ქარტით და სხვადასხვა მიმართულებით. ანუ სხვაგვარად ჩვენ როგორც სახელმწიფოს სახელმწიფოებრიობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დავდგეთ და ის რა თავისუფლებაც დღეს გვაქვს, ხვალ შეიძლება ესეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ამიტომაც ჩვენ ბევრი მიმართულებით მოგვიწევს გადახედვა მათ შორის კონსტიტუციის. კი ბატონო, ძალიან ბევრი მართლაც ბევრი საკითხია, ბევრი ბრძოლა არის, ბევრი მიმართულებით, ბევრი ფრონტი გვაქვს, ასე ვთქვათ და აი ძნელიც კი არის არჩევა, იმიტომ რომ მართლა ფაქტიურად შანტაჟის მდგომარეობაში ჩვენით ჩავიგდეთ თავი, როდესაც ეს ჩანაწერი გავაკეთე. ხა მე არ ვიცი რა პირობებში გაკეთდა ეს ჩანაწერი, შეიძლება რაღაც მართლა მაშინაც გადარჩენის საკითხი იყო და რაღაცა ისეთი, იმიტომ რომ კი შეიძლება 10 წლის წინ რო ვიღაცას ეთქვა, რომ ესე ვიღაცა ხელს ამოუკრიხავდა საქართველოს სახელმწიფოს და ეთყოდა, რომ ეს უნდა გააკეთო, ეს არ უნდა გააკეთო, შეიძლება ბევრს არ დაეჯერებინა. მაგრამ ეხლა ხო ფაქტია სახედო თურმე რისი გამკეთებლები არიან. ეხლა ჩვენ არ ვიცით დახურულ კარს მიღმა რა საუბრები იყო და რა მოთხოვნები იყო და რა ტონი იყო. ან რა მუქარები იყო, ხო? იმ პერიოდში როდესაც ეს ხდება. შეიძლება თავისი ან რაში გაიცვალა. კი ბატონო, შეიძლება ან რაში გაიცვალა, ხო? ანუ დახურულ კარს მიღმა სამწუხაროდ ესე არის და რავი სამწუხაროდ ვარ, რეალობა ეს არის, რომ დახურულ კარს მიღმა ბევრი გადაწყვეტილებები მიიღება, რომელიც შემდეგ პოვებს ასახვას პოლიტიკაში, ხო? და ნუ ფართო მასებს ახლა მე და თქვენ ამას არც არავინ გაგვაგებინებს. და მართლაც გეთანხმები, რომ ძალიან ბევრი ფრონტი იქნება საბრძოლველი და ძალიან რთულიც კი იქნება ამორჩევა, რომელი არის უფრო პრიორიტეტული, ამასაც ვიტყვი. მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი საკითხი იქნება ძალიან დასალაგებელი. სამწუხაროდ რაც ეს ალბათ ჩვენი ქვეყნის ტრაგედია და ჩვენი ქვეყნის იმ 30 წლიანი განათლების ნგრევის შედეგი არის ის რომ ჩვენ მოსახლეობას წარმოგვიდგენია მსოფლიოს ცენტრში თავი და იმის მიღმა რა პროცესებიც ხდება სოფლიო რუკაზე, საჭადრაკო რუკაზე, რასვლები ხორციელდება და რა ასე ვთქვათ გადაადგილებები ხდება, ამას შემთხვევაში ძალიან ასე ვთქვათ ზედაპირულად ვუყურებთ და ხშირად გონია რომ ეს ჩვენ არ გვეხება. სინამდვილეში ეს ისევე არის მაგალითად, რა ვიცი, კანადამ რომ მოითხოვს ახლა ჩინეთთან სამხედრო ბლოკის
ბლოკში გაერთიანება, ან მაგალითად დანიამ აგერ გრენლანდიასთან მიმართებაში რომ მოთხოვოს რუსეთს სამხედრო ბაზების ასე ვთქვათ განთავსება და ამაზე რა რეაქცია იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხო წარმოგვიდგენია გავიხსენოთ კარიბის კრიზისი, ხო? კი ბატონო, და აი ჩვენი გადაცემაც დავით დასასრულს მიუახლოვდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო უფლებადამცველი დავით ბიბილეიშვილი, ჩვენი კარგი მეგობარი. დავით, დიდი მადლობა ბრძანებისთვის. მადლობა პირიქით მოწვევისთვის და ყოველთვის მზად ვარ, ასე ვთქვათ, ვისაუბროთ მიმდინარე თემებზე. კი ბატონო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის და კარგად სანდებოდეთ.